სერიოზული კითხვა დასვი მიიღე სერიოზული პასუხი, ხო? აი ეს ყველაფერი მეგობა რომ ამოიწერა, ეს არ არის ხუმრობა. თუ ყურები ზედმეტად გეპატარავება, არა იყვან. Crimson-ით $15, მადლობა კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, რა უნდა გავითვალისწინოთ თანამშრომლის სამსახურში აყვანისას, რომ გამოგვადგეს მორჩილი სანდო და შრომისუნარიანი ხანგრძლივ პერსპექტივაში, რა ფიზიკურ და ფსიქიკურ მახასიათებელს მიანიჭებდა ბატონი ნიკო კრიტიკულ მნიშვნელობას. სფერო გაყიდვები. უიმე. ნუ შეხედე. მოდი მივყვეთ ეტაპობრივად, მაგრამ ამას უნდა დავუბრუნდე. ერთი წამით აქეთკენ გამოვწევ სუპერჩატის ფანჯარას, რომ დავინახო და დავუბრუნდე ხოლმე. ერთი წამით პატარა ტექნიკური ამბავი. აჰა. პირველ რიგში, თუ ხარ ჩვენს დახურულ არხზე, თუ ხარ აუცილებლად ხმერთო ჩემო ამას ძალიან დიდი ხანი შეიძლება საუბარი თუ ხარ აუცილებლად ნახე საცავში ვიდეო ანუ ზუსტად მაგაზე გამოგადგება ანუ ზუსტად ეგეთი დათარგეთებაზე და არა მხოლოდ საცავში არის ეგეთი ვიდეო სახელად მოტივაციის მექანიზმებით ადამიანების ექსპლუატაცია აი ეგ არის ბაზა ხო ხვდები აი ეგ თუ არ გამოიყენე აი ეგ მეთოდი მანდრაზეც არის საუბარი აზრი არ აქვს ყველაფერს, ამიტომ თუ ხარ დახურულ ტელეგრამზე მშვენიერია და ნახე და გაითავისე, თუ არა და ჰოპ, გაწევრიანდი და ბევრი ვიდეო გელოდება საცავში. ეხლა ნახე, მაგისთვის ხო არის რაღაცა დებილური კითხვები გასაუბრებაზე, რომ აი რომელი ცხოველი იქნებოდი. ეგ კითხვა ჩემთვისაც დაუსვამთ რომ რამე. მაგრამ ეგ სისულელე არის. ანუ ბევრად უკეთ შეიძლება რომ გაიგო, რამდენად სანდოა და ასე შემდეგ. ეხლა ნახე, როგორი ხარისხები არის საჭირო ადამიანისთვის, ვისაც აიყვან, გრძელვადიანი პერსპექტივით გჭირდება და სფერო გაყიდვები არის. პირველ რიგში, მოდი რამე დიაგრამა ან რამე ეგეთი დაგჭირდება ერთი წამით. სერიოზული კითხვა არის paint online, ვნახოთ. ძველებური paint-ი თუ ჯერ ისევ არსებობს. მაგრამ აქ ვერ დავწერ, ხო? აი, ნახოთ. მიკროფილია გავასწორებ და ვეცდები რომ გაგცე ხოშიანი პასუხი. ისეთი რომ აი კმაყოფილი წახვიდე აქედან. ეს ჩამოვწიოთ კიდე. ოპ, აჰა, მშვენიერია. გადასარევია. ესე იგი, გრძელვადიანი პერსპექტივა. გრძელვადიანი პერსპექტივით გჭირდება ადამიანი. ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა იყოს უამბიციო, მაგრამ ნიჭიერი, ხო? აჰა, გრძელვადიანი რას გულისხმობს? არ უნდა იყოს ამბიციური. ამბიცია არ უნდა იყოს. ანუ არ უნდა გქონდეს გეგმათ, რომ 1-2 წელი წავიმუშავებ და მერე წავალ ავშენდები კარგ რამეს იმასთვის. გრძელვადიანი პერსპექტივა მაგას გულისხმობს. უნდა დარწმუნდე, რომ ამბიციური არ არის საკუთარ იმაში, კარიერულ გზაში. არამედ არის ნიჭიერი. ანუ მთავარი აქცენტი ახლა უნდა გაკეთდეს რაზე, რომ იყოს ნიჭიერი და თან გაყიდვები რა, რას ნიშნავს გაყიდვები, ეგეც მნიშვნელოვანია, გაყიდვებში ყოფნა. ხო? რას ნიშნავს? ამიტომ, რა შეგიძლია გააკეთო? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რაც შეგიძლია რომ დაუსვა, რა არის? მაგალითად, საიდან
როგორ ხვდები რომ კარგად შეასრულე დავალება როგორ ხვდები რომ კარგად შეასრულე დავალება დაიწერება არა არ იწერება არა რაღაცა სხვა მინდა ნოუთები მინდა მოიცა ნოუთები მოიცა არ გავუშვებ მე ამ ადამიანს ცარიელი ხელით აჰა აგე შეინახა ადრე ის რო გავწერე ცოდნის დეფინიცია ერთ-ერთ სიმპოზიუმზე ესე იგი გაყიდვებში გჭირდება სანდო მორჩილი თან გრძელვადიანი პერსპექტივით ადამიანი კაი წეღან რაც გავიარეთ მოიცა ამბიცია არ უნდა იყოს ამბიციური ეს როგორ შეგიძლია რომ გაიგო მომავალზე დაუსვი კითხვა თუ შენიშნე რომ ძალიან ზღაპრებშია დიდი ალბათობით დარჩება მანდ ვერ გააღწევს და ასე შემდეგ ანუ არ უნდა იყოს ამბიციური ერთი ამას უნდა მიექციო ყურადღება არ უნდა იყოს ამბიციური თავის კარიერულ მომავალში ეგ ერთი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შეიძლება რომ წავიდეს რა კარგი აპლიკაცია აქვს MacBook-ს არ არის ეს MacBook-ის აპლიკაცია დავგუგლე პირდაპირ ნიშნულობით და პირდაპირ ფაქტობრივად. შემდეგ რაზე გავჩერდი? კითხვა რაც შეგიძლია რომ დაუსვა. როგორ ხვდები რომ დავალება კარგად შეასრულე? ამაზე გექნება ორნაირი პასუხი. ერთი რა არის? ორი პასუხი არსებობს მანდ. შინაგანი და გარე. თუკი გაყიდვებში არის ადამიანი რომელიღაც შინაგანი რას ნიშნავს და გარე რას ნიშნავს შინაგანი იმას ნიშნავს რომ აი თვითონ ხვდება რომ აი მაგალითად გადავწონე გადმოვწონე და მაგით მივხვდი ან შევადარე ის და ეს და მაგით მივხვდი ეგ არის შინაგანი და არსებობს გარე ანუ გარედან რო ხვდება რომ აი მაგალითად შემაქე კარგად ან რა არის კიდე გარე ერთ სამ კიდე რა შეიძლება იყოს გარე. აი მივყვეთ, ანუ ეს სერიოზულად უნდა მივყვეთ ამას. რა შეიძლება იყოს გარე? ნებისმიერი პასუხი, რომელსაც ამაზე გაგცემს, ორი არის: გარე და შიდა. ან შიგნიდან ხვდება, რომ რაღაცა კარგად შეასრულა, ან გარედან. ხვდები? გაყიდვებში შენ როგორი ადამიანი გჭირდება? შენ გჭირდება მიქსი. ორივე უნდა იყოს, ხვდები? იმიტომ რომ შენ გინდა რომ თან ძალიან მორჩილი იყოს. ხო ხვდები თან მორჩილი გინდა რომ იყოს და თან ისიც გინდა რომ ძალიან ეფექტური იყოს თავის იმაში. ამიტომაც პასუხი იდეალური ამაზე როგორი უნდა იყოს. პასუხს რომ გაგცემს, უნდა იყოს მიქსი ორივეში, ანუ შინაგანიც და გარეც უნდა იყოს. მესმის რომ მოსაწყენია. შენ გინდა ეგეთი ამ ადამიანისთვის, აი ეგეთი პასუხი, რომ გეტყვის რომ ნუ აი რა ვიცი, აი შინაგანი ის რომ აი მივხვდი რომ რა ვიცი აი მე შინაგანი ნების მივხვდები ახლა მაგალითები შეიძლება არ მომივიდეს მაგრამ მივხვდები ეგრევე რომ შინაგანი დასტური აქვს ადამიანს შინაგანი დასტური ან გარე ან გარედან უნდა დაუდასტურდეს რომ რაღაცა კარგად გააკეთა ან შეაქო ან რაღაცა თავად მოიფიქრე ეგ ან შიგნიდან თვითონ ხვდება რომ რაღაცა კარგად გააკეთა დასტურს იღებს ან გარედან ან შიგნიდან პასუხი იდეალური მაგ ადამიანისთვის არის ეს აი გაგიწერო იდეალური პასუხი. არის ეგ, რომ მის პასუხში იყოს ორივე ასპექტი, რომ ერთი თვითონაც მიხვდა და თვითონ თავისმა თავმა დაუდასტურა და თან გარედანაც მიიღო ის, რა ქვია, დასტური, რომ კარგად გააკეთა რამე. ეს არის პრიორიტეტში. ეს ერთი. კიდე რა შეიძლება რომ იყოს? რა ფსიქიკურ და ერთწამით რა ფიზიკურ და ფსიქიკურ მახასიათებლებს მიანიჭებდა ბატონი ნიკო კრიტიკულ მნიშვნელობას შეხედე აი გიხსნი რა ეხლა გიხსნი ეს არის hardcore საქმე შემდეგ მოდი მივყვეთ შემდეგი ზუსტი ინდიკატორი რა შეიძლება რომ იყოს ვიცი რაც არის ერთ წამით უბრალოდ ფორმულირება უნდა გავუკეთო მაგას სიტყვებში
უნდა გაიგო ადამიანი პროაქტიულია თუ სქემატური. ეს რას ნიშნავს რა? მაგალითად, რომლისკენ არის ადამიანი მიდრეკილი, რომ უცებ რაღაცა გააკეთოს, იმპულსით რამე მიყვეს იმას ამას, რაც გადასარევი არის გაყიდვებში, ხო ხდები? მაგრამ შენ ესეთი რამე თქვი, რომ თან გჭირდება, რომ მორჩილი იყოს. ადამიანების დიდი ნაწილი არის სქემატური. ანუ ყოველთვის უნდა მისცე რაღაც, ყოველთვის უნდა გაუწერო გზა. ანუ ყოველთვის იმ ადამიანისთვის საჭირო არის ედიტორი. ხვდები? მაგრამ თან ისეთი გჭირდება შენ. მორჩილი. ანუ ეს უნდა იყოს ადამიანი, ვინც დამოუკიდებელიც კარგად არის, მაგრამ თან სქემატური, ვისაც უყვარს რომ რაღაცა გაწერილი არსებობს, რასაც მიყვება. აი ამისი მიქსი გჭირდება, ხო ხვდები? ანუ არც მთლიანად დამოუკიდებელი და პროაქტიული და არც მხოლოდ სქემატური, იმიტომ რომ მხოლოდ სქემატური თუ არის, ეგ არ გამოგადგება გაყიდვებში. იმიტომ რომ გაყიდვებში გააჩნია რა თანამდებობაზე არის, მაგრამ ყოველთვის ეგრე არ არის, რომ აი გაწერილს მიყვეს ადამიანი. ზოგჯერ საჭიროა მისი ინიციატივა, ეს. ამიტომ თუ ეგ არის სქემატური, ეგ ცუდი არის. მხოლოდ სქემატური თუ არის, ცუდი. ამიტომაც აქაც უნდა იყოს მიქსი, ხვდები? იმიტომ რომ შენი ბრალი არის, შენ მოიყვანე კრიტერიუმები, სიტუაცია ახსენი და ეს მივიღეთ. ხო? როგორ უნდა გაიგო ადამიანი პროაქტიულია თუ სქემატური? აი ეს არის კითხვა. და ამაზე მიდევს მასტერკლასი ღმერთო ჩემო. მიდევს ბევრად ვრცელი ხოშიანი მასტერკლასი, მაგრამ ესეც უნდა დაადგინო რა, რამდენად სქემატური არის ადამიანი, რამდენად უყვარს აი პროცესი, რომ რაღაცას უნდა მიყვეს, რაც ასევე იმასაც ნიშნავს, რომ ედიტორისთვის ყოველთვის მანდ არის როლი და ედიტორის როლიც მაგაში არის, რომ დაიმორჩილო, მორჩილი რომ იყოს. როგორ უნდა დაადგინო ადამიანი პროცედურული არის თუ არა? კითხვა, რომელიც შეგიძლია დაუსვა შემდეგში მდგომარეობს. რატომ აირჩიე ეს სამსახური? მაგალითად, და აქ არის ორი ვარიანტი რა. ოფშენები და პროცედურები. ანუ როდესაც გაგცემს პასუხს ამაზე, რატომ აირჩიე ეს სამსახური, ეგ იქნება ორნაირი რა, ანუ ორნაირი პასუხი იქნება. ერთი ოფშენები, რაც გულისხმობს შესაძლებლობა, შანსი, მთელი ამბები და მეორე არის პროცედურული პასუხი, რაც გულისხმობს რას? აუცილებლობას, ანუ იყო აუცილებლობა, მის პასუხში იქნება ეგ აუცილებლად, რომ იყო აუცილებლობა ამისი, ან აღწერას გაუკეთებს თვითონ სამსახურს, იმიტომ რომ ეს და ეს ხდება, ეს მიგანიშნებს, ანუ სხვა პასუხი არ იქნება ამ კითხვაზე. ან ოფშენები, ან შანსი, ან რაღაცა. ეგ შედის ოფშენებში, რომ აი შანსი არის, რაღაცა განვითარდები, მთელი ამბები. ეხლა ნახე, თუ აირჩია ოფშენები და ოფშენები მის პასუხში თუ დომინირებდა შესაძლებლობა, შანსი და რამე, ეგ ადამიანი არ გაწყობს, იმიტომ რომ ნაკლებად იქნება ეგ ადამიანი, როგორ თქვა, მორჩილი და ნაკლებად იქნება ეგეთი შენ როგორიც გინდა. იდეალურ შემთხვევაში პასუხი უნდა იყოს ორივე. ხო ხდები? ორივე. და ოფშენები უნდა დომინირებდეს ოღონდ. დააკვირდი, უბრალოდ თუ დააკვირდები, მიიღებ. შემდეგი რა არის? კიდე უკეთ რომ მიხვდე, მაგალითად, როგორი არის? ანუ, არა ეს ოფშენებში არა, ეს უნდა ჩავწეროთ ქვემოთ, პროცედურებში. როგორი არის და აღწერას აკეთებს სამსახურის. აღწერა, როგორი არის. შესაბამისად, აქედან როგორი პასუხი გჭირდება? ორივე, მაგრამ პროცედურული უნდა დომინირებდეს. ესეც გავიარეთ.
სამი ნაწილი უკვე გავიარეთ, როგორ შეიძლება რომ იდეალურად გაცხრილო. დააკვირდი მის ყურებს. თუ ყურები ზედმეტად გეპატარავება, არა იყვანო გრძელვადიანი პერსპექტივით და თან ეფექტური, მოკლე ყურები თუ აქვს ადამიანს, არა იყვანო. ასევე ერიდია და მოკლე ყურები. მოკლე ყურები. ასევე მოკლე ფრჩხილები. ეს არის no, მოიცა მივაწერო. No. თუ აქვს შესამჩნევად მოკლე ყურები და შესამჩნევად მოკლე ფრჩხილები, არ გულისხმობ რომ მოკლე დაქვს დაჭრილი ფრჩხილები, არა. უბრალოდ აი მოკლე ფრჩხილები აქვს რა, შესამჩნევად. ეს ადამიანიც მაგისთვის არ გამოგადგება. სხვა რამისთვის გამოგადგებოდა, მაგრამ რა კრიტერიუმებიც მოიყვანე, ეს უკვე ფიზიოგნომიკის ნაწილზე გადავედით. ესეც ფიზიოგნომიკა, კითხვების გასაუბრების დროს წეღანრეებიც გავიარეთ, ეს დაიზეპირე, მაგრამ უკეთესიზამ თუ დახურულ არხზე ჩაუჯდები იმ ვიდეოს. რას მოგცემს ეს სამსახური? და ეს მნიშვნელოვანი კითხვა არის. ხომ გავიარეთ, რატომ აირჩიეს, მაგრამ ასევე არის, რას მოგცემს ეს სამსახური. აქ არის ორნაირი პასუხი. ერთი არის შორს და მეორე არის ახლოს. არა, მოდი პირიქით დავწეროთ. ახლოს და შორს. ეს რას ნიშნავს? რას მისცემს ეს სამსახური? ან რამესთან დაახლოვებს, ეს არის მიზანი, მანქანა, ფული, ნაშობა, რაც არ უნდა იყოს და შორს პასუხი. სხვა პასუხი არ არსებობს, კაი? შორს რა არის? რომ რაღაცას მოუგვარებს, მოგვარება. რაღაცას მოუგვარებს, ხო? და როგორი პასუხები არის მაგალითად მაგაზე, რომ უკეთესი ის გავხდები, მექნება ის, მექნება ეს. შორს პასუხი რა არის? რა ვიცი, აღარ მექნება იმაზე საფიქრი, რომ ქირა გადავიხადო, ან ნებისმიერი რამე, თავად მოიფიქრე, კაი? რას გულისხმობს? ორი პასუხი იქნება შორს, რაღაცისგან შორს რომ მიდის ადამიანი, ანუ რაღაცა პრობლემას რომ მოუგვარებს, ან რაღაცასთან რომ დაახლოვებს, ხვდები? აი ეს ორი უნდა გაითვალისწინო. რაღაცას ან მოუგვარებს მაგ ადამიანს, რაც ნიშნავს შორს, ან რაღაცასთან დაახლოვებს. რა უნდა დომინირებდეს მის პასუხში? თუ კი გინდა რომ იყოს მორჩილი და თან გრძელვადიანი პერსპექტივით. უნდა დომინირებდეს მოგვარება. თუ მის პასუხში დომინირებს მოგვარებითი ელემენტი, ესეც იმას ნიშნავს, რომ ეგ არის კარგი ვარიანტი. და უნდა აიყვანო. აი ეს ყველაფერი მეგობარო ამოიწერე, ეს არ არის ხუმრობა. Background check-ი რა თქმა უნდა, სახელი გვარი გეცოდინება, გასაუბრების მერე დაჩეკე მაგისი სოцкსელებიც, დააკვირდი როგორი ადამიანია, Facebook-ზე ხშირად წერენ სამსახურების ისტორიას. და დააკვირდი მაგას, გაითვალისწინე, ბევრი სამსახური ხომ არ აქვს გამოცვლილი და რა დროში. თუ შენიშნე რომ ბოლო 3 წლის მანძილზე 3 სამსახური გამოიცვალა, არა. ეგ ადამიანი უნდა დაიგნორო, არ უნდა აიყვანო. თუ კი გინდა აი კრიტერიუმები ვიმეორებ აქ. კარგზე ცუდზე არ არის, არამედ რაც ადამიანმა დაწერა აქ, რომ მაგას აკმაყოფილებდეს. მსჯელობთ მხოლოდ კრიტერიუმებით. აქ არ მიდის არანაირი მორალური განსჯა ან რამე ეგეთი სისულელე. აი რომ მიგეთითებინა კონკრეტულად გაყიდვებში რა როლი ექნება, ეგ საერთოდ კამფეტი იქნებოდა. მაგრამ რა ინფორმაციაც გვაქვს, აი ეგ გავიაზროთ. სხეულზე დააკვირდი კარგად. მოდი ამასაც გავწერ. თლიან სხეულს, თლიანი სხეული. იპოვნე ბიპოლარულობა. თუ მისი ზედა ნაწილი, აი ეს ნაწილი ავიღეთ, ხო? იქ სახე, იქ აქსესუარები, არ ვიცი, ის, ეს. ხო ხვდები, თუ ეგ ყველაფერი განსხვავდება იმისგან, რაც ქვემოთ არის, შარვალი, ფეხსაცმელი, აი ეს ბიპოლარულობა თუ არის, რა ტორსოსა და ქვემოთ რაც არის მაგის შორის. არა იყვანო, იმიტომ რომ მაგ ადამიანს ძალიან მძაფრი დაავადებას არ ვსაუბრობ, მაგრამ მძაფრი პიროვნული ბიპოლარულობა აქვს, ხო ხვდები? და მარტივად შეიძლება რომ მიატოვოს ყველაფერი, იმიტომ რომ მაგ ბიპოლარულობას შეიძლება რომ ვერ ათავსებდეს. რისკი არის, ამიტომაც დააკვირდი აუცილებლად მისი ფეხსაცმელი შარვალი, რამდენად ჯდება ზედა ნაწილთან. გინდა ფერებით, გინდა იდეურად, გინდა სიმბოლურად და ასე შემდეგ. და ზოგადად სხეულზე დააკვირდი მაგას. ბიპოლარულობას, იმიტომ რომ შენ არ გაქვს გარანტია,
რომ მაგორს კარგად ათავსებს. ამიტომ ეგ აუცილებლად გაითვალისწინე, იმიტომ რომ შენ გჭირდება სტაბილური ვინმე, ვინც არ გაიქცევა. და იმას შეიძლება დაარტყას, შეიძლება ერთმა პიროვნებამ გაიმარჯვოს და აღარ უნდოდეს ეგ სამსახური, ან ღმერთმა იცის კიდე რა.